გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით და მინდა დღეს კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად გავიხსენო თუ რას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი და დავიწყებ იმით, რომ ერთად ვნახოთ მიშას ოცნება და შემდეგ გავაგრძელებ. მე გამოვალ ციხიდან, როგორ გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში. თქვენ გააკეთებთ ამას. მოიტანთ ვარდების რევოლუცია 2-0. დიახ, ეს გახლავთ რეალურად მიშას ოცნება და სააკაშვილის მიზანი ამ ქვეყანაში კონტეინერით რო შემოიპარა. დიახ, სააკაშვილის მიზანი გახლავთ ის, რომ ისევ ერთპიროვნულ მმართველად მობრუნდეს ამ ქვეყნის ხელისუფლებაში. ის საუბრები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინელი პოლიტიკოსი და მას საქართველოში პოლიტიკური გეგმები არ გააჩნია, ეს რა თქმა უნდა გათვლილი იყო მიამიტ ადამიანებზე და ეს იყო ადამიანებისთვის ტვინის რეცხვის, ერთ-ერთი ესეთი როგორ თქვა, საშუალება თუ ერთ-ერთი ინფორმაცია იმისათვის, რომ ადამიანებისთვის გამოერეცხათ ტვინი. რაც შეეხება სააკაშვილს და სააკაშვილის ბუნებას და მის პოლიტიკურ საქმიანობას, უნდა გვახსოვდეს, რომ სადაც არის სააკაშვილი, ყოველთვის იქ არის დაპირისპირება, განხეთქილება, ნგრევა, უბედურება და ადამიანური ტრაგედიები და ამის დამადასტურებელი გახლავთ თავიდან ბოლომდე სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა. თუ გავიხსენებთ 2003 წლიდან მოყოლებული ჯერ კიდევ ბურჯანაძესთან და ჟვანიასთან ერთად რომ მოვიდა ხელისუფლებაში სააკაშვილი, მალევე მოიშორა ეს თავისი თანამებრძოლები. ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ხოლო ნინო ბურჯანაძე აღმოჩნდა უცებ რაღაცა რუსეთუმე და დაუპირისპირდა. შესაბამისად, სააკაშვილი დარჩა ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველი და სწორედ აი ასე ერთპიროვნულად შეუდგა ამ ქვეყნის განადგურებას და ქართველების ჩაგვრას. რაში გამოიხატა ქართველების ჩაგვრა და ამ ქვეყნის განადგურება, ეხლა შევეცდები მოკლედ და გასაგებად ჩამოვაყალიბო. სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც ერთპიროვნული მმართველად დარჩა ამ ქვეყანაში, ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა ყველა წვრილმანი დანაშაულისადმი და გამოაცხადა, რომ უნდა გაუქმებულიყო საერთოდ წვრილმან დანაშაულებზე პირობითი სასჯელი. შესაბამისად, ქართული ციხეები გაივსო პატიმრებით და პურის და კალვასის მომყარვისთვის ადამიანებს საპატიმროებში უშვებდნენ, ასამართლებდნენ და სასჯელს ახდევინებდნენ. გარდა ამისა, სააკაშვილი დაერია თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, ზოგს სახისძულები დაუმტრია და ამის მაგალითი იყო მაგალითად ვალერი გელაშვილი და ყობა დავითაშვილი და სხვანი. ასევე ვინც გაასწრო ამ ქვეყნიდან სააკაშვილის პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხო გაასწრეს, ხოლო ვინც ვერ გაასწრო, საპატიმროებში ამოყვეს თავი. გარდა ამისა, სააკაშვილი ტრიბუნიდან გაყვიროდა, რომ ჩვენო ტყვიებს არ დავინანებთ კრიმინალებისთვისო და ამის შემდეგ ადგენენ და ადამიანები, კრიმინალები ქუჩა და საკუთარ საძინებლებში ხოცეს, ხოლო ამ ადამიანების კრიმინალობას დღემდე აი ესე უბრალოდ სიტყვებით ამტკიცებენ. ადამიანი კრიმინალია თუ არა კრიმინალი, ეს უნდა სასამართლომ დაადგინოს, მაგრამ აი ეს ადამიანები, ვინც კრიმინალებად მონათლეს და ქუჩა ხოცეს, ეს ადამიანები არ მიიყვანეს სასამართლომდე, უბრალოდ აი ასე კაბინეტებში რომ გადაწყვიტეს, რომ კრიმინალები იყვნენ, გამოვიდნენ და დახოცეს ეს ადამიანები. და როგორც უკვე აღნიშნე, ამ ადამიანების კრიმინალობა არ დაუდგენია სასამართლოს. შესაბამისად, რა ვიცი, არანაირ კრიმინალებს იურიდიულად ეს ადამიანები არ წარმოადგენდნენ. მაგრამ მახსოვს ბრიფინგებს ატარებდნენ და თავი მოქონდათ, რომ აი კრიმინალები დავხოცეთო და დღესაც მაგით აправებენ, რომ კრიმინალები იყვნენ და აბა რა უნდა ექნათ, ძმაო, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, ამ ადამიანების კრიმინალობა უნდა დაედგინა სასამართლოს.
სამწუხაროდ ამ ადამიანებს არ დაუტოვეს უფლება, რომ ესარგებლად იმ უკანონო სასამართლოთი, იმ უსამართლო სასამართლოთი, რომელიც სააკაშვილის დროს იყო ამ ქვეყანაში და უბრალოდ აი ასე კუჩა-კუჩა და საძინებელ ხოცეს ეს ადამიანები. გარდა ამისა, სააკაშვილმა ჯერ იურიდიულად და დოკუმენტებით რუსების სასარგებლოდ მოაწესრიგა კოდორის ხეობის და ახალგორის ხეობის საკითხი და შემდეგ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში 2008 წელს მომხდარიყო ომი, რომელი ომის შემდეგაც შიდა ქართლში რუსები აკონტროლებენ იმაზე 4ჯერ და კიდევ უფრო დიდ ტერიტორიას, ვიდრე 2008 წლის ომამდე აკონტროლებდნენ, ხოლო კოდორის ხეობა აკონტროლებენ 2008 წლის შემდეგ, ისე რომ ერთი გასროლაც არ მომხდარა კოდორის ხეობაში, აი ესე უბრალოდ აჩუქა სააკაშვილმა. ის კოდორის ხეობა, რომელი ხეობის აღების მცდელობაც არაერთხელ ჰქონდათ რუსებს, მაგრამ იქ კოდორელი მოსახლეობა იმ ხეობას კბილებით იცავდა წლების განმავლობაში. შესაბამისად, სააკაშვილმა ჯერ განაიარაღა აი ეს ადამიანები, რომლებიც კბილებით იცავდნენ იმ ხეობას, განაიარაღა და შემდეგ ერთი ტყვის გასროლის გარეშე უბრალოდ ესე აჩუქა აი ეს ხეობა რუსებს. აი ეს გახლავთ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური საქმიანობის ძირითადი კონტურები საქართველოში. მას შემდეგ რაც სააკაშვილმა წააგო არჩევნები საქართველოში და მას შემდეგ რომ აღარ დაედგომებოდა ამ ქვეყანაში მიშას და მიშას კრიმინალ გუნდს, ადგენენ და მათმა პატრონებმა გადაისროლეს უკრაინაში და უკრაინაშიც თუ დავაკვირდებით, სააკაშვილი დაკავებული იყო იმით, რომ იმ გუნდში, რომელ გუნდშიც ის გახლდათ, შეეტანა განხეთქილება და გამუდმებით უპირისპირდებოდა თავისი გუნდის წევრებს და ბოლოს იმდენ იქნა, რომ დაშალა ის გუნდი. გამუდმებით დაკავებული იყო სააკაშვილი პოპულისტური განცხადებების გაკეთებით, ზუსტად ისე როგორც საქართველოში. უბრალოდ უკრაინაში შედარებით და გაცილებით დაბალი თანამდებობები ეკავა, ვიდრე საქართველოში და უკრაინაში შედარებით მცირე მასშტაბებით შეძლო იმ ბოროტობების და იმ საზიზღრობების კეთება, რაც საქართველოში აკეთა. მოკლედ, სააკაშვილმა უკრაინაში მოღვაწეობის შედეგად, როგორც გვახსოვს და ფაქტია ეს, ქნა ის, რომ როგორც უკვე აღნიშნე, ყველას დაუპირისპირდა, განხეთქილება შეიტანა გუნდში, დაუპირისპირდა ადამიანებს, ყველას ტალახს ესროდა და ცდილობდა, რომ ყველა წარმოედგინა თითქოს ყველა მიშას გარდა იყო ნაგავი და მიშა იყო ერთადერთი სუფთა და პატიოსანი კაცი, მაშინ როცა ყველაზე დიდი ნაგავი და ყველაზე დიდი უწესო არსება გახლავთ თვითონ სააკაშვილი. ბოლო ჯამში ზუსტად ისე როგორც საქართველოშიც, უკრაინაშიც სააკაშვილმა თავისი საქმიანობით და რიტორიკით ყველაფერი ისე გააკეთა და იმისათვის გააკეთა, რომ იმ წისქვილზე ასხავდა წყალს, რომელიც წისქვილიც ტრიალებდა იმისათვის, რომ რუსის ჯარი შესულიყო უკრაინის ტერიტორიაზე და ფაქტია, რომ დღესაც რუსეთში კი არა და უკრაინაში მიმდინარეობს ომი და დღესაც იხოცებიან უკრაინის ტერიტორიაზე შვიდობიანი მოქალაქეები. აი ეს გახლავთ სააკაშვილის საქმიანობა და სააკაშვილის პოლიტიკა. ეხლა ვისაც ის გგონიათ, რომ მე რაღაცებს ვაბუქებ და იმას ვცდილობ, რომ გავაშაო მიშა და ნაციონალური მოძრაობა, თქვენ თვითონ გადახედეთ სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას და ცივი გონებით დააკვირდით მის განვლილ პოლიტიკურ გზას და აღმოაჩენთ, რომ არაფერს არ ვამეტებ და არაფერს არ ვიგონებ. აი ეს გახლავთ რეალურად სააკაშვილი და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ოდესმე ამ ქვეყანაში ისევ მობრუნდეს სააკაშვილი როგორც ერთპიროვნული მმართველი და ისევ მოათრიოს თავისი ხროვა ნაციონალური მოძრაობის პარტიის სახით. ღმერთმა დაგვიფაროს ქართველებო ამისაგან. ჩვენი საზოგადოებაც და ჩვენი დედა სამშობლო საქართველოც. კარგად ბრძანდებოდეთ, ეხლა დაგემშვიდობებით და ყველაფერს გისურვებთ საუკეთესოს.